მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით. ბორენა ელოშვილი, მე თოჯინი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, თოჯინების სამყარო, ასე დავარქვით ჩვენს დღევანდელ გადაცემას. ბორენა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დღეს თქვენ მოხვედით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნამუშევრით თოჯინით. მოგვიყვებით. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები რადიო მსმენელებს, მაყურებლებს. დღეს ნამდვილად ახალი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ გამოფენაში ერთ გამოფენაზე იყო, მაგრამ ისე ჯერ ფართო აუდიტორიას ნანახი არ აქვს. რა თქმა უნდა, ნამუშევარი იქმნება შთაგონებით და შთაგონების წყარო ყოველთვის არის ის, რაც ჩვენ მოგწონს, ის რაც ჩვენს ახდენს გავლენას, შთაგონების წყარო არის ყოველთვის ის, რაც ჩვენს შინაგან ემოციურ ფონს ეხმაურება. დიახ, და რა გახდა აი ამ შექმნის თითოეული დეტალი, მინდა რომ ჩვენ მსმენელებმა, მაყურებლები ალბათ ხედავენ, არის გათვლილი და არის აი ძალიან ფაქიზი ნამუშევარი, ხო? ეს თოჯინებისთვის არის დამახასიათებელი, ხო? აი ყველა დეტალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თოჯინ არის ისეთი რამ, რასაც ყოველთვის ჭირდება დიდი ყურადღებით მოგცევა, როცა მუშაობ მასზე, იმიტომ რომ საკმარისია რაღაც ისე არ გააკეთო, რაღაცა მიაფუჩეჩო, ის ყოველთვის გიხდის სამაგიეროს იმით, რომ ეს აისახება ხარისხზე, ის ყოველთვის გამოჩნდება ის, თუ რა არის მასში ნაკლი და რა არ გააკეთე ბოლომდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩქარობთ ხოლმე მუშაობის პროცესში, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველა დეტალი იყოს წინასწარ მოფიქრებული, იყოს აი ბოლომდე მიყვანილი ნამუშევარი. და როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ყველაფერი გათვლილი, ანუ თმა, სამოსი, ხასიათი, მთავარი თოჯინაში მაინც ყოველთვის არის ხასიათი, იმიტომ რომ მე ვიზუალი, ტექნიკა, ეს ყველაფერი არის შემავსებელი ნაწილი იმის და მთავარი არის ის თუ რას გიამბობს თოჯინა, ის თუ რა შინაარსიდებს ამ თოჯინაში, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. და ხასიათი ჩდება, ეხლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გამიჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ჯერ ჩდება ხასიათი და შემდეგ აი ეს უკვე ხდება დამატებითი, ვთქვათ, რაღაცნაირად დამატებითი დეტალი, რომელიც გმირის ჩამოყალიბებას ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უბრალოდ ლამაზი შეიძლება მაღაზიაში იყოს მანეკენი, მაგრამ მისი ხელმეორედ ნახვის სურვილი არ გაგიჩნდეთ, ამიტომ და ისა რა თქმა უნდა არ არის ხელოვნების ნიმუში, ამიტომ ხასიათი თოჯინას არ აქვს, მე ვთვლი რომ ანუ ეს ნამუშევარი ბოლომდე ვერ შედგა, იმიტომ რომ თავარი მაგალითად ამ თოჯინაზე როცა ვმუშაობდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ბოშის ხასიათის დაჭერა, ის რაღაც ოდნავ ცინიკური ჩაღიმება, აი ეს თვალები, აი ყველაფერი ვცდილობდი რომ მართალია მე ხა ესეთი ახლო ურთიერთობა არ მქონია, მე Facebook-ზე წერდნენ რომ ვიღაცას მეზობელი ყავდა, ვიღაცას ახლობელი ყავდა, მე სამწუხაროდ აი ესეთი ახლო ის, მაგრამ უფრო ფილმებიდან რაც დამამახსოვრდა წაკითხულიდან, მაგრამ აი ჩემი შთაბეჭდილებით, ჩემი შთაგონებით, რაც შინაგანი განწყობით. კი ბატონო, აი ზუსტად იმის მიხედვით ავაწყო ეს კომპოზიცია, ეს თოჯინა. ანუ ჯერ ჩდება იდეა, აი ყველა დეტალი, ხო, აი თქვენ მეთოჯინის ეს არ არის, ხო, რომ დაიწყო თუ თქვა თოჯინის კეთება და რა თქმა უნდა იმპროვიზაციაც არის. და სპონტანური შეიძლება გახდეს, სპონტანურად უბრალოდ აიწყებ კეთებას და არ იცი რა გამოვა, უბრალოდ რაღაცა იდეა მაინც არ ქონდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის აი ბევრი ფიქრის შემდეგ, ან რაღაცა მოდის ეს იდეა და უკვე ვეღარ გადადიხარ სხვა საფიქრალზე, ვფიქრობ მხოლოდ ამაზე და მე რა თქმა უნდა იდეის შემდეგ უკვე იწყება თოჯინაზე მუშაობა და შედეგიც დგება. რამდენი ხანი მუშაობდით ამ თოჯინაზე? თოჯინაზე ვმუშაობდი დაახლოებით 1 თვე. მაგრამ გააჩნია თოჯინას, გააჩნია რამდენად დატვირთული აქსესუარებით, იმიტომ რომ როგორც წესი აქსესუარებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში ეს ჩიბუხი არის ჩემი გაკეთებული. ყოფილა შემთხვევა რომ აი წელიწადი მიმუშავია, მაგალითად ჩაჭვის პერანგენი თოჯინა. ამ სტუდიაში მქონდა ჩვენს მენელებს შესაძლებლობა რომ
აქვს გაკეთებული ჟოკეი თოჯინა, რომელსაც უნაგირიც კი გავუკეთე. სხვათა შორის მე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა ნამუშევარს რაღაც თავისი ისეთი აქსესუარი მოყვება, ან რაც არის შენთვის სიახლე, რაც მანამდე არ გაგიკეთები, ამიტომ აი ეს სიახლის შეგრძნება და რაღაც ახალთან წვდომის შეგრძნება ყოველთვის არის. ანუ ახალი გამოწვევა და ახალი თავგადასავალი თქვენ თოჯინებთან ერთად არის ხოლმე ყოველთვის. თქვი აი ამ ბოლო ხანებში რაღაცნაირად თითქოს უფრო პოპულარული გახდა, ხო? ეს მეთოჯინეობა, ადამიანები არიან, რომლებსაც დაიწყეს თოჯინების კეთება და ასევე საზოგადოების მხრიდანაც გაჩნდა ინტერესი, ტარდება სხვადასხვა გამოფენები, გაქვთ უკავშირი. არის თუ არა ეს ასე თუ უფრო მეტად გაიზარდა თუ არა ინტერესი, ვთქვათ, დამთვალიერებელიც უფრო მომთხოვნი გახდა. სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან დიდი ხანი არ არის, რაც თოჯინებზე მუშაობა დაიწყეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომელსაც უფრო დიდი ტრადიცია აქვს ამ ხელნაკეთი თოჯინების და არაერთ 10 წლეულს ითვლის. ჩვენ შემთხვევაში ეს სულ რაღაც 10 წელია, რაც გამოჩნდა ესეთი თოჯინები საქართველოში და თავიდან ესეთი გაურკვევლობა იყო ადამიანებში, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რა იყო, რაც ემსახურებოდა, რატო არ შეიძლება ამით თამაში. ნანა რა თქმა უნდა ეს რომ საკოლექციო თოჯინა და ეს რომ ინტერიერ თოჯინა ნანა ბევრმა გაიგო და დღესდღეობით ნამდვილად დიდი მოთხოვნა და ინტერესი ამ თოჯინების მიმართ. მაგალითად, ხელოვნების სასახლეში იყო ახლა 18 მაისს გამოფენა და 4700-ზე მეტი დამთვალიერებელი მოვიდა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს თემა ადამიანებისთვის. და თან ხელოვნების სასახლეს აქვს კიდევაც ხო განყოფილება, რომელიც თოჯინების ისტორიას გვყვება და ალბათ რაღაც საინტერესო კოლაბორაცია იქნებოდა თანამედროვე თოჯინების. იმიტომ რომ ზოგადად რა თქმა უნდა აი ამ სტილის თოჯინები დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში კეთდება, მაგრამ არსებობდა კუკნები. არსებობდა ეს მეფეების ნაკონი სათამაშოები აქვს სასახლეში შენახული და რა თქმა უნდა ამის ისტორია მაინც ამას როგორც იყენებდნენ როგორც სარიტუალოდ, ისე როგორც სათამაშოდ გასართობად და აქედან გამომდინარე აი სხვადასხვა დატვირთვით თოჯინები დიდი ხანია უკვე საქართველოში ამის ისტორია და ტრადიცია გვაქვს. და ამბობენ მკვლევარები, რომ თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე სხვა სათამაშო. თოჯინას რა თქმა უნდა ძალიან ესე იგი ძალიან დიდი ისტორია აქვს, იწყება არ ვიცი ძალიან დიდი ფესვები აქვს ისტორიული. მას იყენებდნენ სარიტუალოდ, აკეთებდნენ ქვისგან, ხისგან, თიხისგან. მერე უკვე გადაინაცვლა ამან როგორც სათამაშო ისეთი დაიშლება მიიღო და ხა ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა უკვე როგორც ინტერიერის თოჯინა, როგორც უკვე ხელოვნების ნიმუში ასე გვხვდება. და თქვენ ხედავთ თუ არა მეთოჯინეების მომავალს, ჩვენ საუბრობთ ხო წარსულზე, ისტორიაზე. არის თუ არა, აქვს თუ არა ამ დარგს, ამ მიმართულებას მომავალი? რა თქმა უნდა აქვს. იმიტომ რომ მე მგონია რომ საქართველოში ჩვენ მეთოჯინეები ტოლს არუდებენ სოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეთოჯინეებს და დაინტერესებაც რა თქმა უნდა იზრდება დროთა განმავლობაში. მე მგონია რომ თავის სიტყვის ეს დარგი და იმიტომ რომ უკვე ბევრი მუზეუმი ითხოვს ჩვენს ნამუშევრებს, ბევრ ისეთ გალერეაში არის ჩვენი ნამუშევრები, ხა შარშან იყო მაკოვსკის გალერეა, ასეთი გალერეა არის დუბაიში, ერთ-ერთი წამყვანი გალერეა და იქ იყო ჩემი ნამუშევარი წარდგენილი, ამიტომ მე მგონია რომ ნანა უფრო იკრებს და იკრებს ნახველებს და დაინტერესებულ ადამიანებს მის გარშემო ესპერო. თქვენ ახსენეთ, რომ თითოეული ნამუშევარი ახალი არის, თითქოს ახალი თავგადასავალი, ახალი გამოწვევა, ხო, მოითხოვს რაღაც ახალ ელემენტს ამატებთ ისეთ, რომელთანაც არ ქონია, თქვათ, შეხება იქნება ეს აქსესუარი თუ რაიმე სხვა, სამოსი, იგივე ჯაჭვის პელაგი გაიხსენეთ, ხო, არაჩვეულებრივი თქვენი ნამუშევარი, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ხო მის გაკეთებას რას იყენებთ ძირითადად აი სტანდარტული მასალა რომელსაც იყენებთ და ის იმპროვიზაციის არ გეშინიათ მაგრამ რამდენად არის ეს სფერო სადაც თქვენ შეგიძლია მიიღოთ თამამი გადაწყვეტილებები დიახ მასალა არის ძირითადად პოლიმერული თიხა მე არ ვიყენებ ყალიბებს ყველაფერი იძერწება ხელით რასაც ხედავთ არის ასევე მავთულებისგან ტანის კარკასი დგება და მერე ზემოდან შემავსებლით, ანუ სინტიპონით ვავსებთ. ასევე ხელები, ფეხებიც არის თიხის და თავი. ვიყენებთ რა თქმა უნდა თმას,
ქსოვილებს და ანუ შეერულ ტექნიკას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულ მასალასთან მოგიწიოს შეხება, აბსოლუტურად განსხვავებული მასალა დაგჭირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი შეუმფარგლული, რომ მაინდა-მაინც მარტო ეს მასალები უნდა გამოიყენო და სხვა არა. ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან დიდი ასე ვთქვათ, დიაპაზონი აქვს ამ მასალებს. და შენახვას აი ვთქვათ რომ შეინარჩუნოს თავისი პირვანდელი სახე, ხო? როდესაც მით უმეტეს ასე მრავალფეროვან მასალასთან გვაქვს საქმე, თუ სჭირდება სპეციალური პირობა, ან თუ არის ხო იგივე საგამოფენო დარბაზებში, იგივე კოლექციების არსებობს, თქვა. რას ითვალისწინებენ კოლექციონერები? იცით რა, რაღაცა განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. მთავარი არის რომ იყოს დაცული, ანუ მტვერი არ ედოს. და ანუ მე მაგალითად ვუკეთებ ხოლმე უბრალოდ აქ წარწაულია ვუკეთებ ესეთ გამჭვირვალე ყუთს რაშიც ამ თოჯინებს ვინახავ და დამთვალიერებელიც რომ მოდის ან გინდათ შემოგობრები რომ მოდიან აქვს შესაძლებლობა რომ ამ გამჭვირვალე ყუთის მიღმა დაინახონ რა დევს და როგორ დევს და ანუ ყველა მხრიდან შეხედონ სხვა მხრივ ნუ თუ ბავშვებს არ ათამაშებენ ამით ძალიან გაგვახარებენ იმიტომ და ხელს ხშირად არ მოკიდებენ იმიტომ რომ გვაქვს ხოლმე მაგის პრობლემა როგორც წესი ბავშვებს ყოველთვის აქვთ იმის სურვილი რომ ხელი მოკიდონ, გაიგონ რა არის შიგნით, რაღაცნაირად ითამაშონ და რა თქმა უნდა ეს რაღაცა უხერხულობა არის რომ თოჯინების მთავარი დანიშნულება. თოჯინების მთავარი დანიშნულება არის ემოციის და შთაბეჭდილების გაზიარება. აი ბავშვობაში მახსოვს მაშინ როცა ინტერნეტი არ იყო რამე კარგ ფილმს რომ ნახავდა რომელიმე ჩვენი კლასელი და მოდიოდა და მე მთელ კლასს გვიზიარებდა დასვენებებზე თუ რა ნახა და როგორ იყო და რაღაც აი ეს ემოციის გაზიარება არის ის რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი ის რაც შენს შინაგან სამყაროს შეეხო აი ამის გამოვლენა არის და რა თქმა უნდა თოჯინა არის როგორც ხელოვნების ყველა სხვა დარგი არის თვით გამოხატვის საშუალება იმიტომ რომ ის რაც შენ შიგნით არის იმას აჩვენებ ადამიანებს. სათქმელი უნდა გქონდეს. სათქმელი უნდა გქონდეს. შინაარსი უნდა გქონდეს აუცილებლად. და ასევე ტოვებთ სივრცეს დამთვალიერებლისთვის, რომ მანაც თავისი რამე დაინახოს. რა თქმა უნდა. მე მგონია რომ ყველას თავისი ამბავი აქვს, რასაც წაიღებს ამ თოჯინის ნახვის შემდეგ. ყველას თავისი ემოცია აქვს, ყველას განსხვავებული ისტორია აქვს, აი ბოშებთან ურთიერთობაში თუნდაც ყველას რაღაცა თავისი ახსენდება. მაგალითად ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეს დავდე სოციალურ ქსელში. ქალბატონი ნინო კვაჭანტირაძე გარდენიადან ბევრი იცნობს, იმიტომ რომ ხშირად აი შვარდნაცის გარდენიაში ხშირად არის ხოლმე ის და მან თქვა რომ მეზობლად ყავდა ბოშები და სახელის სხვათა შორის ლულუჯი შეურჩია მან. ამიტომ რა თქმა უნდა ყველას თავისი მიაქვს, თავისი რაღაცა რა თქმა უნდა რჩება სივრცე იმისთვის რომ შენიც მოიგონო და რაღაცა შემატო. და გადაცემის ბოლოს ის კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მენელებს თქვენთან როგორ მოვიდა მეთოჯინაობა, როდიდან დაიწყეთ, როდის გადაწყვეტეთ და რომელი იყო პირველი თოჯინა, რომ თქვით, რომ ესე უნდა გავაქცევო და ეს არის ის ჩემი თვით გამოხატვის საუკეთესო საშუალება. მე საერთოდ ბავშვობიდან ხატავდი, ძერწავდი, ანუ ხელოვნებასთან ისეთი ახლოს შეხება მქონდა ყოველთვის და სულ მქონდა აი ძიების პროცესი მქონდა მუდმივად. ისე რომ აი ოპერის ვოკალიდან დაწყებული ხატწერი დამთავრებული ბევრი რაღაცა ვცადე და პირველად დაახლოებით 8 წლის წინ შემთხვევით გავიგე ნანა ყაულაშვილის შესახებ ინა სოციალურ ქსელიდან ისიც და დავუკავშირდი მე ინტერნეტში ვნახე ეს თოჯინები სხვა ხელოვანების და ძალიან მომეწონა შემდეგ გავიარე სასწავლო კურსები ნანა ყაულაშვილთან ასევე იულია საროკინასთან შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ნუ სხვა მეთოჯინებიც ვნახე ვიდეო რგოლები და ნანალა დავამატე უკვე ჩემი გამოცდილებიდან იმიტომ რომ გამოცდილებას ბევრი მოაქვს და შრომას და უკვე 8 წელია ვაკეთებ ხელნაკეთ თოჯინებს და ჯერჯერობით ეს სივრცე აღმოჩნდა სადაც ვარ და არ მაქვს მომენტი რომ აი რაღაცა კიდე სხვა ვცადო კიდე რაღაცა ანუ თითქოს ეს ჩემი ძიება ამაზე დამთავრდა და პირველი თოჯინა რომელიც გააკეთეთ და ახლა რასაც მუშაობთ ესეც რომ გითხრათ რომელი თოჯინით მოხვალ შემდეგ გადაცემაში ესე იგი პირველი თოჯინა მაშინ მე ძალიან მომწონდა და მეგონა რომ რაღაცა განსაკუთრებული შევქმენი ეხლა რომ ვუყურებ ისე აღარ მომწონს რა თქმა უნდა და მიყვარს ხა როგორ მელამაზებოდა მეთქი და საერთოდ როგორ აჩვენებდი ხალხს რომ ეს გავაკეთე რა თქმა უნდა მე დროთა განმავლობაში იხვეწება
ხელიც და რაღაცნაირად უფრო ტექნიკაც მოხდებით იხვეწება. საკუთარი თავის კი ბატონო. და ეხლა რაც შეეხება ვაკეთებ აგრაფინა ჯაფარიძეს. ხელოვნების სასახლეში რომ ვიყავი, რა თქმა უნდა ის არის აგრაფინა ჯაფარიძის სასახლე და გამიჩნდა სურვილი რომ ბატონ გიორგი შევთავაზე რომ გამეკეთებინა პორტრეტული ნამუშევარი აგრაფინა ჯაფარიძის და დღეს ხოთშოს წამოვიდოდი თავს ვაკეთებდი სახლში. და აი როგორ ხდება ახლა ხო კონკრეტულ ნამუშევარზე მუშაობთ, აი შეისწავლით მან მისი მასალები, აი ეს ყველაფერი, იგივე რომ ინსპირაცია მოსულიყო მის ისტორიას გაეცანით, აი ხო უნდა მოვიდეს შთაგონება როგორც ჩვენ დასაწყისში როგორც რა თქმა უნდა ეცნობი ისტორიას დოკუმენტების მე დამუშავება ეცნობ რომ მოზიციო კარგი ხარისხის რაც შესაძლებელია კარგი ხარისხის ფოტოები და მე იწყება უკვე ამაზე მუშაობა. იწყება უკვე ფიქრი იმაზე თუ აი სახე, პროფილი, ის ყველაფერი საჭირო არის როცა მუშაობ ფოტოშინაზე, აბსოლუტურად პროფილი, ანფასი ყველაფერი მნიშვნელოვანია და ამ ფოტოებიდან მე უკვე პორტრეტული ნამუშევარი დგება. საინტერესოა როგორ დაინახავთ. და როგორ იქნება ის წარმოდგენილი, როდის ნაველოდოთ დაახლოებით მესმის რომ რთულია დაახლოებით ერთ-ერთი. და რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენ აღნიშნეთ გამოფენა, ხო, რომელიც 2 თვის წინ გაიმართა. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც მეთოჯინეები იკრიბებით, არა მხოლოდ ერთმანეთს აცნობთ, არამედ დამთვალიერებლებსაც აცნობთ თქვენ თოჯინებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს თვითონ დარგის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, როგორც არ უნდა აკეთებდე, თუ ხალხმა არ გაიცნო შენი შემოქმედება, ეს დარჩება 4 კედელში. და ამას არც განვითარება ექნება, არც მნიშვნელოვანი არ იქნება და არც პოპულარული არ იქნება. ანუ რაღაცა სადღაც აი ესე სარდაფში დარჩება ჭრდილქვეშ ეს ყველაფერი. ამიტომ გამოფენები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის პრაღაში საერთაშორისო გამოფენაზე მაქვს მონაწილეობა მიღებული და მე ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო მეტმა გაიგოს თუ რას ვაკეთებთ. და ამისთვის რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც სრუნავს იმაზე რომ აი ეს გამოფენები ჩატარდეს და მოხდეს უფრო ესეთი პოპულარიზება თოჯინების. ხომა შეგვიძლია დავაანონსოთ შემდეგი გამოფენა თუ იგივე. ჯერჯერობით არ არის ეს ცნობილი, ჩემთვისაც არ არის ცნობილი, თორემ დიდი სიამოვნებით. გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ რომ გქონდეთ შესაძლებლობა რომ თქვენი ნამუშევრები გამოფინოთ და კიდევ ახალი ნამუშევრებით გააოცოთ და აღავთოვანოთ თქვენი დამთვალიერებელი. შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო ბოლენა ელოშვილი.